საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროფესიული ტრენინგების დეპარტამენტის ორგანიზებით ყვარლის სასწავლო ცენტრში სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ფინანსური სახსრების მართვის ზოგადი კურსი. აღსანიშნავია, რომ კურსი ჩატარდა პირველად და შეეხებოდა ბიუჯეტის შემუშავებას, პროგრამულ ბიუჯეტირებას, საბიუჯეტო კლასიფიკაციასა და მატერიალურ აქტივებთან დაკავშირებულ საკითხებს. ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ სწორად დაგეგმონ და მართონ ორგანიზაციის ბიუჯეტი, მოახდინონ ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და ფინანსური ანალიზის საფუძველზე მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. ორდღიანი ინტენსიური ტრენინგ სესიების მიმდინარეობისას მონაწილეებთან ერთად განვიხილე საბიუჯეტო პროცესის ეტაპები და მასში მონაწილე მხარეები. ასევე განვიხილე პროგრამული ბიუჯეტის შედგენასთან და ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული სიახლეები, რამაც მსმენელების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. კურსის ფარგლებში განვიხილეთ არაერთი პრაქტიკული მაგალითი, ტრენერმა ამომწურავად გასცა პასუხი ჩვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. მადლობას ვუხდი იუსტიციის სასწავლო ცენტრს ჩვენთვის ძალიან საჭირო ტრენინგის ორგანიზებისათვის, საქმიანი და სასიამოვნო გარემოს შექმნისა და მაღალი ხარისხის მომსახურებისათვის.